ბილეთები ახლობლებისთვის. რატო გადაწყდა რომ ეს დაგეწერათ? აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები, ისევე გულწრფელი ვიქნები, როგორც გულწრფელი ჩვენი პოსტი იყო. რო დაგეწერათ რომ გაიყიდა ყველა ბილეთი და მადლობა ყველა. არ ვიქნებოდით გულწრფელები. პრობლემები დაგემატათ, მოგაკლათ. პრობლემები რა არის, რა თქმა უნდა. როგორ არსებობს, საიდან გაქვთ შემოსავალი? შემდგარ ციფრების კითხრათ, არ არის პრობლემა ამისი. საშუალო ანაზღაურება სპაიერში ფეხბურთელის რამდენი? არც ერთი თეთრი დავალენება არ ქონია არასდროს არავის მიმართ. თუ შეუძლია ფედერაციას რაიმე დამატებით რომ გააკეთოს, სად არის პრობლემა, თქვენ როგორ უყურებთ? ფინანსები შეიძლება კონდეს კლუბს, მაგრამ შესაძლოა შედეგი არ კონდეს. თქვენ ყავთ ერთი ლეგიონერი მხოლოდ. არავის ნაკლებ ფეხბურთელები არ ყავს. შეთანხმება როგორი გაქვთ თავად მწვრთნელთან? მწვრთნელთა განათლება და ყოველ ზოგადად ამის გარეშე ქართული ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ პარადს. შეგახსენებთ რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე და საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებს და შეძლებს დაგვართ ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. დღეს ჩემი სტუმარია სპაიერის დირექტორი ზურა ჯავახიშვილი. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, თქვენ მივესალმეთ თქვენს მსმენელს და მაყურებელს. ძალიან მარტივად დავიწყოთ პირველ რიგში პირადადაც გილოცავთ უმაღლეს ლიგაში გადმოსვლას და აი რომ შევაფასოთ ეს სადებიუტო სეზონი 9 ტური ჩაიარა ესე თქვა 9 ტურმა უკვე და ბევრისთვის მოულოდნელად ძალიან კარგად დაიწყეთ, იმიტომ რომ რაღაცა თუ სწორად მახსოვს 4 თამაში 3 მოგება ჰქონდათ და გარკვეული პერიოდის მანძილზე ესე ვთქვა ცხრილ სათავეშიც იყავით. თუმცა ბოლო პერიოდში ეს მდგომარეობა ცოტა შეიცვალა. აი თუ შეაფასოთ ეს განვითარება ესე დასაწყისიდან დღევანდელი მდგომარეობაც. კეთილი, მადლობა მოლოცვისთვის. უმაღლესი ლიგა რა თქმა უნდა განსხვავდება. აბსოლუტურად სხვანაირი ფორმატია, სხვა მოლოდინებია, სხვა ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ფეხბურთელოს მხრიდან. სანამ აქამდე მოვიდოდით ძალიან შორი გზა გავიარეთ, ესე რომ ვთქვათ, რომ გითხრათ პირდაპირ და გულახდილად ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით, რომ აი მაგალითად წელს ესე გაცხადებული მიზანი, რომ აუცილებლად უნდა გადმოსულიყავი და ასე შემდეგ არ იყო, მაგრამ ის ნაბიჯ გამრავლი ეტაპები, რაც კლუბმა გაიარა და არსების დღიდან, ის მიზნობრივი ესე რომ ვთქვათ მუშაობა, რომ აქამდე მოსულიყავით, აი ამან მოიტანა ეს შედეგი, ბუნებრივად დავიკავეთ ეს ადგილი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ფეხბურთში ესე რომ ეს წინასწარ ყველაფერს ვერ დაგეგმა, მაგრამ მიზანი რომ შექმნილიყო კლუბი, რომელსაც ექნებოდა მე მაგალითად მიზნების ბრძოლის დასწრება, გარემო შეიქმნებოდა ამისთვის, ექნებოდა ხელშეწყობა და იქნებოდა ამისი პირობები, სპორტული შედეგიც მოიტანა, ხო, აქ მოყვარულთა ლიგიდან დაიწყო კლუბმა რეგიონ ლიგა, მესამე, მეორე ლიგაში, როდესაც ვიყავით ორჯერ იყო ახლოს კახამაის სურაძის ხელმძღვანელობით კლუბი, რომ გადმოსულიყო უმაღლეს ლიგაში და ორჯერ პლეი-ოფში დავმარცხდით, მაგრამ უკვე ნაზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით კლუბმა თასი მოიგო და შემდეგ უმაღლესშიც გადმოვედით. აი ამ ძალიან გაზარდა ესე რომ ვთქვათ და გამოცდილებამ პლეი-ოფებიდან გამომდინარე ვთქვათ მე ვთქვათ თასი ევროტურნირზე ასპარეზობა ძალიან დიდი გამოცდილება შეძინა კლუბს და უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა ესე რომ ვთქვათ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მოგვიყვანა იქამდე რომ ბუნებრივი ადგილი დავიკავით უმაღლეს ლიგაში. დასაწყისში ძალიან კარგად დავიწყეთ ესე რომ შევაფასოთ უმაღლეს ლიგაში ჩვენი გამოსვლა. ბევრი არ ელოდა, მაგრამ ჩვენ ახლა აქაც მე სადაც თამდაბლები ვიქნებით და თვითკრიტიკულებიც ვიქნებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ წინ ბევრი თამაშია, 38 თამაშია თუ 24 წრე არის გასავლელი დღეს, ახლა მხოლოდ პირველი წრე დასრულდა, 9 თამაში ვითამაშეთ, ვიმყოფებით მე-5 ადგილზე. სატურნო ცხრილის და ფიქრობ რომ ამით არ დამთავრებულა ეს ბუნებრივია იცით რაღაცა გუნდებს აქვს პერიოდი როდესაც თქვა კარგად ასპარეზობ გამოდიხარ ჩვენც ბევრ ამას სწავლობთ სიახლეა ხო აბსოლუტურად სხვანაირი ხარისხი მიდის ეს თორ კონკურენტებიც ძალიან გამოცდილები არიან ძლიერები არიან ის მოგეხსენებათ რომ ახალ დებიუტანტები ვართ და ჩვენთან ერთად რუსთავი და მეშახტე გადმოვიდნენ და პირველად ისტორიაში ლიგა 2-დან 3 გუნდი დაწინაურდა და მაგრამ ტრადიციული გუნდები დახვდა აქ ხო და რუსთავი და მეშახტე საკმაოდ კარგად გამოიყურებიან კარგად ასპარეზობენ ჩვენ გქონდა საშუალება მათთან შევხვდროდით და ფიქრობ რომ ამ ეტაპზე რა ადგილს გვიკავია ეს არის უფრო მეტი შეგვიძლია ესე რომ ვთქვა და არავისთვის არც ერთი გუნდისთვის სპაიერი არ იქნება ეს რომ რაღაც ადვილი გადასალახი ბარიერი იყოს არის თქვა ესე ვთქვა როგორც აღმოსვლის პერიოდები გვაქვს და ნახოთ პირველში ტორპედოს მასპინძლობთ მე შემდგომ 7 მაისს დინამო თბილისთან მივდივართ სათამაშოდ და მთავარია რომ
ბოლომდე დავიხარჯოთ ყველა თამაში, შედეგს მოვიდა საოცრებლად. აი თქვენც ახსენეთ საუბრის დროს და მეც მინდოდა რომ მეკითხა, აი როდესაც გადმოხვედით და უკვე ასე ვთქვათ აქტიურად დაიწყეთ მოკლეს ლიგაში თამაში, აი რა განსხვავებებს გრძნობთ თუნდაც ხელმძღვანელობა, თუნდაც ფეხბურთელები, აი ნებისმიერ ნაწილში, ანუ რა უკეთესი რა არის უფრო ცუდი, ანუ ან პრობლემები დაგემატათ, მოგაკლდათ, იმიტომ რომ ბევრს უთქვამს, ზოგს მოემატა, ზოგს დააკლდა, ანუ ასთა სხვადასხვაობა, ანუ გუნდის ესე ვთქვათ მდგომარეობიდან გამომდინარე. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? უფრო მეტი პრობლემა დაგხვდათ თუ უფრო მეტი რაღაცა კარგი რამ? ასე ვიტყოდი, რომ თავისთავად კარგი რო უკვე მაღალ ლიგაში ვასპარეზობთ, მაგრამ პრობლემას ნაკლებად ვიტყოდი, უფრო მეტი სამუშაო დახვდა, ესე რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ მაღალ ლიგაში სხვანაირად წარმოვაჩინოთ კლუბი ჩვენი თავის და მეტი პასუხისმგებლობა დახვდა. როგორც ვთქვათ, ეროვნული ლიგის მიმართ, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ეროვნული ლიგაა, ხო თვითონ სახელიც ამაზე მეტყობს, ეროვნული ლიგაა, ქვეყანას ემსახურება, ქვეყნის სახელით გამოდიხარ და პასუხისმგებლობას გმატებს როგორც მენეჯმენტს, ასევე სამსწავლო შტაბს, ასევე ფეხბურთელებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ყველას გქონდეს კარგად გაცნობიერებული თუ სად ვასპარეზობ ჩვენ, რატომ მოვედით აი აქ და რა გვინდა რომ მივიღოთ, ხო? ამიტომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ, ესე ვთქვათ, როგორც მოვედინის გარეთ, ასევე მოვედინის შიგნით რა. პრობლემები რა არის, რა თქმა უნდა, მათ შორის ეხლა თუნდაც ის რომ გარემო შევიცვალათ, ეხლა ლიგაურში ასპარეზობდი და ჩვენ საშინაო კედლებში ვთამაშობდით ხოლმე და იქ სხვა ატმოსფერო იყო, გულშემატკივრების დასრების კუთხით და ასე შემდეგ, უფრო ადვილად ხდებოდა ესე ვთქვათ, შევიცვალათ ლოკაცია და მოგეხსენება ჩვენ მიხეილ მესხი 2-ზე ვატარებს საშინაო მატჩებს და ეს გარკვეულწილად ცოტა დისკომფორტს გვიქნის, იმიტომ რომ გულშემატკივრის კუთხით არის პრობლემა დასრების კუთხითაც და საშინაო კედლებში ვერ ვძნობთ თავს, მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. მით უმეტეს იყო იქ ვთქვათ ხელოვნურ საფარენ მოედანი, აქ ბუნებრივ საფარენ მოედანია, სხვა ფიზიკურ კონდიციებს მოითხოვს ესე რომ ვთქვათ ფეხბურთელებსაც, სხვა მუშაობას მოითხოვს და ანუ შესაბამისად სამუშაო მეტი გვაქვს და პრობლემაც ასე რომ ვთქვათ კითხვაზე პირდაპირ გიპასუხოთ, მეტი სამუშაოა რომ ეს პრობლემები და ეს გამოწვევები დამწლიოთ კლუბებმა. აი არის რამე ისეთი სტადიონის გარდა, რამე ისეთი, რაზეც აი ვთქვათ პირველ რიგში დაიწყეთ მუშაობა იმ პრობლემისზე მოგვარება. რაც აი პირველი, უშუალოდ რასაც პირველი წააწყდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ფედერაციასთან შევთანხმდით და თავიდან როდესაც იყო ის რომ გადმოვიდა გუნდი მაღალ ლიგაში და გადასცა რომ ვიასპარეზებთ ეროვნულ ლიგაში, იყო ინფრასტრუქტურის მოძიება, რა თქმა უნდა, ხო? ეხლა მოგეხსენებათ რომ სპაირი თბილისული კლუბია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მას თუნდაც ის რომ თბილისში ეთამაშა და ვთქვათ რაიონში და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს პრობლემა მოვაგვარეთ პირველ რიგში, ესე რომ ვთქვათ და კი ვთქვით, რომ ვასპარეზობთ ახლა ჩვენ, ასე რომ ვთქვათ, საშინაო კედლებში ვასპარეზობთ ლიგაურში და უფრო კარგად გრძნობდით თავს იმ გარემოში, მაგრამ მიხეილ მესხის, ასე რომ ვთქვათ, არ არის უცხო გარემო, ჩვენ მოგეხსენებათ კონფერენც ლიგაზე ამ გარემოში ვიასპარეზე და ბიჭებსაც რა ჰქონდათ საშუალება და რამდენიმე თამაში ჰქონდათ ჩატარებული აქ და არ იყო უცხო გარემო. ადაპტირება, რა თქმა უნდა, დაგჭირდა ამისთვისაც. პირველ რიგში ეს იყო ინფრასტრუქტურული და ასე რომ ვთქვათ, სხვა ლოჯისტიკური პრობლემები და დანარჩენი სხვა უკვე მენტალური სამუშაოებიც იყო ჩასწარებელი ბიჭებთანაც, რომ მზად შეხვედროდნენ აი ამ ყველაფერს. გასაგებია. ფინანსურ ნაწილზეც მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ზოგადად პრობლემაა მთლიან საქართველოს ჩემპიონატში ყველა კლუბისთვის ფინანსები და მაყურებელსაც ყველაზე მეტად აინტერესებს ხოლმე ეს ფინანსური ნაწილი საქართველოში. ეგრე ნუ ყველა ქვეყანაში, რატომ მარტო საქართველოში. აი თქვენი შემთხვევაში როგორ არსებობს, საიდან გაქვთ შემოსავალი და ასე ვთქვათ, აი უმაღლესში გადმოსვლამ თუ მოგცათ რაიმე დამატებითი ფინანსურად რაიმე სარგებელი, ამაზეც რო გითხრათ. ამდენად ძლიერად არის, ასე ვთქვათ, სპაირი ახლა. მოდი ასე ვთქვათ, თუ რაიმე გამოგვარჩევს, ესე რომ ვთქვათ, სპაიერს ასეთი სტაბილური გარემო გამოგვარჩევს, როგორც სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, ასევე ფინანსური შედეგებიდან გამომდინარე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს სტაბილურ გარემოდან, ესე ვთქვათ, ამოიტანეს შედეგიც და ფინანსურ სტაბილურობა ძალიან მნიშვნელობა აქვს კლუბის არსებობისთვის, ესე ვთქვათ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა და არც ერთი მომენტი, რომ აი სპაიერს აიმე თქვათ რაღაცა მიმდინარე ხარჯი იყო, არის ფეხბურთელების მიმართულებით, მენეჯერის მიმართულებით თუ სხვა საიჯარო ხელფასების დავლენა. არანაირი პრობლემა არ ყოფილა პირიქით.
პირიქით ყოველთვის შეიძლება არ გამოურჩევით ეხლა სხვა კლუბიდან გამომდინარე ვთქვა გქონდეთ ორჯერ სამჯერ მეტი ხელფასი შეიძლება გქონდეს სხვა გუნდის ფეხბურთელებს და ასე ვთქვა სტაფსაც მწვრთნელს და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ იმ სტაბილურობით გამოურჩევით რომ ვთქვა რასაც თანხმდებით და ვიტყვით ის აუცილებლად გარანტირებულად იცის მაგრამ ვთქვა 1 წლიანი გვაქვს 2 წლიანი თუ 3 წლიანი კონტრაქტი გვაქვს ხო ამ შემთხვევაში გარანტირებულად მიიღებს იმ თანხას გარდა ამისა გვაქვს საპრემიო სისტემაც ესე რომ ვთქვა ბონუს სისტემა მოგებულ თამაშებზე შეიძლება ყველა კლუბში არ იყოს ეს და გარკვეულწილად ეს შედეგზე დამოკიდებულიც არის და იცის ფეხბურთელმა ის რომ დაიხარჯება ბოლომდე ესე ვთქვათ მის მიღებულ შედეგიდან გამომდინარე მიიღებს ფინანსურ გასამშრალოსაც ესე რომ ვთქვათ და იცით ქართული კლუბები ძირითად შემოსავალს და კლუბის საერთოდ ძირითად შემოსავალს ფინანსურ ნაწილს არ უნდა წარმოადგენდეს ეს არის ვთქვათ ამ მოცემულ ეტაპზე არის რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს კლუბებს მოგეხსენებთ 2016 თუ 17 წელს შეიქმნა ეს ფონდი და საკმაოდ კარგი როლი ითამაშა ფეხბურთის განვითარების კუთხით მასობრივი ფეხბურთის განვითარების კუთხით კლუბები ძალიან ბევრი ისეთი კლუბი რომელიც ვთქვათ აღარ ფიქრობდა რომ ესპარეზე ესე რომ ვთქვათ თავიდან დაიწყეს ესე რომ ვთქვათ ფუნქციონირება ბევრი ახალი კლუბი გაჩნდა მათ შორის ჩვენ სპაირი ესე რომ ვთქვათ ამან ძალიან კარგი ბიძგი მიცა ამის გარდა ხო არის ესე რომ ვთქვათ უკვე სპორტული შედეგებიდან გამომდინარე იღებს ესე რომ ვთქვათ თასის გამარჯვებული იღებს გარკვეულ თანხას ასევე არასებობს ესე რომ ვთქვათ სოლიდარობის თანხა UEFA სოლიდარობის თანხა ასევე კლუბმა მივიღეთ მონაწილეობა და მეორე ეტაპზე ჩავერთეთ კონფერენც ლიგაზე და საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღო კლუბმა მიმართულებითაც და უბრალოდ თავში ვთქვი რომ ფონდთან დაკავშირებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი და იმედს ვიქონებ რომ გაგრძელდება ესე რომ ვთქვათ ამ მიმართულებით მუშაობას და კლუბებს ნელ-ნელა კიდევ მეტი დრო ჭირდება იმის რომ უფრო სტაბილურად გამოიყურებოდნენ ესე რომ ვთქვათ და დაიმკვიდრონ ადგილი მე ალბათ უკვე მოვა ის დროც ნელ-ნელა რომ თვითონ დამოუკიდებლად მყოფად იარსებონ ესე რომ ვთქვათ და მაგრამ ჯერ კიდევ გჭირდება სახელმწიფოს ფედერაციის ესე რომ ვთქვათ UEFA-ს გვერდში დგომა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და აქვე ვისარგებლობთ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავხდი ყველამ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა თავის დროზე ამ პროექტის შექმნაში ესე რომ ვთქვათ განხორციელებაში და ფედერაციას ძალიან დიდ მადლობას ვეთქვი რომ UEFA-სთან მიმართებაში კლუბებს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით რომ თუნდაც ეს სოლიდარობის თანხები კლუბი რასაც იღებს თქვათ ლიგა 2-ის კლუბებიც იღებენ უმაღლესი ლიგის გუნდების განსხვავებული ეს თანხები მაგრამ გვაძლევს იმის საშუალებას რომ სტაბილურად გამოვიყურებოდეთ ამ ფონდის გარდა სხვა რაიმე შემოსავალი არ გაქვთ იმიტომ რომ ზოგს მაგალითად სპონსორი საქართველოს თანხა მაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ყავთ სპონსორს, ანუ ესე ვთქვათ 100% რო ავიღოთ, აი რა ზოგს არის რომ აუშვათ 30% ფონდიდან, 30% აუშვათ სპონსორობიდან, 30 ტრანსფერებიდან. ანუ თქვენ შემთხვევაში აი ეს პროცენტულობა როგორ ნაწილდება, ანუ 100-ვე ფონდიდან არ იქნება სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, არ არის 100-ვე ფონდიდან, იმიტომ რომ თქვათ ფონდიდან ეხლა ციფრებზე რო გადავიდეთ, ეხლა არის უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის 600,000 ლარი დაფინანსება, 600,000 ლარი არის კონკრეტული მიზნობრიობით გაწერილი და ის უნდა გავხარჯოთ კონკრეტული მიზნობრიობით, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისი აუდიტის საშუალებას ასე არის სტიმულების თანხა, თქვათ თუ შენატანს გააკეთებ კი, დამატებით 600,000 დამატებით 600,000 მიიღებ და ეს გაძლევს საშუალებას რომ შენ ასე რომ ვთქვათ არის სპონსორებთან მუშაობით იქნება შემოწირულობთ იქნება თუ სხვა გზით, თუნდაც სატრანსფერო ფანჯზე შეგიძლია და გეთვლება ეს ამაში ასე რომ ვთქვათ შენატანში შეავსო ეს ბიუჯეტი და გაიორმაგო. ამ მიმართულებითაც მუშაობს კლუბები რა თქმა უნდა და 100%-ით სახელმწიფოს დამოკიდებული შეუძლებელია რომ იყოს კლუბი. კიდევ დავკონკრეტდებით და ვიტყვით რომ შემდგომ ციფრების კითხრათ არ არის პრობლემა ამისი ახლობთ 525,000 ევრო იყო ის დაფინანსება რაც მივიღეთ ჩვენ UEFA-ს კონფერენც ლიგაზე მონაწილეობის ასევე სოლიდარობის თანხა და ასევე პატარა სატრანსფერო პოლიტიკაც გავატარეთ ესე რომ ვთქვათ რამაც მოგცა საშუალება იმისთვის რომ სტაბილურად დაგვეგეგმა გასული წელიც მიმდინარე წელიც და რა ვიცი კიდევ დაახლოებით 2027-28 წლამდე შემიძლია გითხრათ რომ გაწერილი გვაქვს ეს ყველაფერი და არის ფინანსური შემოსავალი კიდევ კლუბს უნდა კონდეს ეგრეთ წოდებული match day-დან ხო match day-დან სპონსორებიდან და ასე შემდეგ ახსენეთ სპონსორები ხა კონკრეტულად ესეთ გამოკვეთილი სპონსორი ჩვენ არ გვყავს ამ ეტაპს ღია ვართ როგორც ყველა ქართული კლუბი ღია ვართ ესე რომ ვთქვათ და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ რა არ არსებობს ახლა ჩვენთან ეგრეთ წოდებული match day-ის კულტურა ვთქვათ ხო იქ რაღაცა ბილეთების გაყიდვიდან ფანშობიდან მიღებული შემოსავალი სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული შემოსავალი ჩვენ კონფერენც ლიგაზე როდესაც ჩვენ თამაში ვხდებოდა ახლა როგორც გასვლით იყო ვენის ავსტრიასვე თამაშით ასევე საშინო იმ ცირდი შემოსავალი აი აქედანაც მივიღეთ და
შესაბამისად მოგცა ამანების საშუალება, რომ სტაბილურად დაგვეგებმა ჩვენი კლუბის ფინანსური მდგომარეობა. გასაგებია. რადგან ფინანსებზე საუბრობთ, მოკლედ ამასაც გითხავთ, ამდენადაც შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ, იმიტომ რომ ესეც ძალიან აინტერესებს ქართველ გულშემატკივარს. აი, საშუალო ანაზღაურება სპაიერში ფეხბურთელის რამდენი? აი, საშუალო ანაზღაურება რო დავიწყოთ, მოდი ვთქვათ, არის 3000 ლარი, ესე რომ ვთქვათ, საშუალო ანაზღაურება. და მოდი ესე რომ უმაღლესიც ვთქვათ. იმიტომ რომ როდესაც ესე საუბრობთ ხოლმე და ვეკითხები, ყველა ამბობს საშუალოს და უმაღლესი რაც გაუწევს. აი 3000-დან 6000 ლარამდე შეიძლება მერყეობდეს, ესე რომ ვთქვათ და მაგრამ ხაზგაუსო იმას, რომ ჩვენ გვაქვს საბონუსო სისტემა. არის ეს კლუბები, სადაც მაღალი აქ დანაზღაურება, და საბონუსო საპრემიო სისტემა არ გააჩნიათ. ჩვენ ეს გაგვაჩნია და მოდი ამას შევინახავ კომერციულ საიდუმლოებად, თქვათ რამდენი გვაქვს პრემია თითოეულ მოგებულ თამაშზე იქნება, ინდივიდუალური იქნება ეს შეთანხმება საგოლე მოქმედებაზე თუ გოლზე. იმიტომ რომ ეს უკვე ესეთი დეტალებია, რა ვიცი, გვაქვს ამისი, ასე რომ ვთქვათ, საშუალებაც, რომ ჩვენ ასე გქონდეს გაწერილი ფინანსური მდგომარეობა და ვალდებულებები ფეხბურთელების თუ სტაფის მიმართულებით. გასაგებია. მაგრამ ხაზგაუსო იმას, რომ აბსოლუტურად, რა ვიცი, დაარსების დღიდან დღემდე არც ერთი თეთრი დავალენება არ ქონია არასდროს არავის მიმართ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერ სფეროში და საქართველოშიც ფეხბურთში. სხვა პარტნიორების მიმართულებითაც, იმიტომ რომ არ არის ეს მხოლოდ ხელფასი არ არის, ხო, ამას ხელფასი არის ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი. თქვენ პროცენტულად დამისვით, ხო, კითხვა რას მოიცავს ამის საორგანიზაციო, საოპერაციო ხარჯებია, ხო, იქ რაღაცა თქვათ სამედიცინო კუთხით, ჯანმრთელობის მიმართულების კუთხით, ეკიპირების კუთხით, ასე რომ თქვათ, მივლინებების კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი, რომ გარემოში იგზნონ თავი ფეხბურთელებმა, რომ სრულყოფილად წარმოაჩინონ თავი. გასაგებია. თქვენც ახსენეთ матч-day აქტივობა, გულშემატკივრები, შემდა როდესაც ასე ვთქვათ, გულშემატკივრებზე საუბრობთ, ამ შემთხვევაში სპაიერთან დაკავშირებით პირველი რაც ახსენდება გულშემატკივარს ეს არის ავსტრიის ენასთან შეხვედრა. ველოდებოდი ამ შეკითხვას. კი, სადაც ესე იყო მარტივად, როცა ზუსტი არ მახსოვს, მაგრამ ბილეთები ახლობლებისთვის. როგორ შეაფასებთ ამას და ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოყვა, უარყოფითი რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ანუ კლუბთან შეთანხმებით იყო ეს პოსტი, ან რატო გადაწყდა რომ ეს დაგეწერათ, რას უპასუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაკრიტიკებდნენ ამასთან დაკავშირებით. მოდი აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები, ისევე გულწრფელი ვიქნები, როგორც გულწრფელი ჩვენი პოსტი იყო. და ეს არ იყო ესე რომ თქვა შეგნებულად რაღაცა გაკეთებული, ეს გულწრფელად იყო ეს გაბოძახილი. ბოდიში რომ გაწყვეტინებთ კიდევ აქ უცნაური და ესე ვთქვათ გაურკვეველი იყო, თუ არ ვცდები მე წაიშალა ეს პოსტი თუ რაღაცა მოხდა ამასთან, იმიტომ რომ მე აღარ იზებნებოდა და ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრს მე ისიც ეგონა რომ შეიძლება რაღაცა ვიღაცამ თავისი ნებით დაწერა და მე კლუბმა ხო ხვდებით ანუ. გულშემატკივარს მოდი დავიწყებ იმით რომ ბოდიშს მოვხდი, იმისთვის რომ ბევრს არ მიეცა საშუალება რომ აი ამ матჩს დასწრებოდა და ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა რა, თავისი მიზეზები ჰქონდა, ესე რომ თქვა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიც კი, იმიტომ რომ და მადლობას გადავხდი აქვე გულშემატკივარს ბოდიშთან ერთად, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და მესმის რომ აი ქართული კლუბი, რომელიც ლიგა 2-დან გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული და ისეთ მოწინააღმდეგეს შეხვდა, ну აი როგორ გითხრათ, სხვა კლუბები ყველაზე ძლიერი შეიძლება თქვა იმ ქართული ერლობაში იმ წელს ვინც ასპარეზობდა კონფერენც ლიგაზე, ვენის ავსტრიის საკმაოდ გამოცდილი კლუბია, ტიტულოვანი კლუბია და ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება და მოლოდინები იყო, მაგრამ გულშემატკივარსაც თავისთავად ჰქონდა მოლოდინი, რომ დასწრების სურვილის. მაგრამ შეუძლებელი იყო იქ იმ რაოდენობის ადამიანების დასწრება, ვთქვათ, რამდენსაც სურვილი ჰქონდა. ჩვენ პირველი გასვლა ვითამაშეთ და მოვახერხეთ ის, რომ დაახლოებით 400 ადამიანამდე მივეცით საშუალება ქართველ გულშემატკივრებს, მათ შორის ემიგრანტებს, ზოგი ავსტრიაში ცხოვრობდა, ზოგი გერმანიაში ცხოვრობდა, ხო, იქვე, რომ უფასოდ დასწრებოდნენ იქ ვენის ავსტრიის და სპაიერის თამაშს. ეს კლუბმა უზრუნველყო, ასე რომ თქვა, შესაბამისი კომუნიკაციით, კლუბთან შეთანხმებით, მოწინააღმდეგე კლუბთან შეთანხმებით და რა თქმა უნდა, აქ მერე იყო ის, რომ
მათაც უნდა მიეცათ საშუალება, როდესაც საშინაო მატჩებში მივიღეთ, ხო, კედლებში მივიღეთ ვენეს ავსტრია, უკვე მათაც მივეცით საშუალება, რომ თავისი გულშემატკივარი მოიყვანა და დასრებოდა. დაახლოებით 1300 ადამიანი ეტევა მესხი ორზე, ესე რომ ვთქვათ რა, სრულად რო შეივსოს და შესაბამისად პროცენტულად რეგულაციებით როგორ უნდა განაწილდეს, ხო, აქვს თავის რეგულაციები, ხო? ამიტომ მათი ამქედან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელი იყო ყველას დატევა. ამიტომ ის რომ წეღანაც ვახსენეთ თავში, როდესაც ლიგაურში ვასპარეზობდით და საშინაო კლუბებში ვიყავით სრულად ღია იყო ესე რომ თქვა დასრება და უფასო და ეხლაც გვაქვს თავისუფალ დასრება იმაზე მეტყველობს რომ სწორედ ამიტომ გვინდა ის რომ და ვართ ფეხბურთშიც რომ გულშემატკივრისთვის იყოს კარი ღია ესე რომ თქვა როგორც დასრების კუთხით ყველაზე მეტად უნდათ მოსვლა მაშინ ვერ მოვიდა იცით როგორ იყო მოდი ესე ვთქნებით პირდაპირ ვიტყვი ამასაც რომ დიდი ნაწილი ვისაც სრული ქონდა ყველა მოვიდა მაგრამ ნუ ზოგმა რა ვიცი სოციოლოგიურად გამოხატა და არ მოსულა თორემ ვინც მოგმართა ჩვენ იყო აგრეთეცის კუთხით იყო ესე რომ თქვა დასრების კუთხით იყო არავის პრობლემა არ შეგვიქმნია მაგრამ კიდევ ვიძახი ეს იყო გულწრფელი ნათქვამი რაც იყო ესე რომ თქვა ჩვენი მხრიდან გაკეთებული განცხადება მოდი ესე ვთქვათ და ნუ კიდევ ვიძახი ბოდის მოვხდი და მადლობასაც გადავხდი დაინტერესებისთვის მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ გარემო პირობებიდან იქ რომ ყველას სრული ქონოდა ყველა დასრებოდა ვისაც სრული ქონდა თამაშზე მოსვლის ამიტომ ეხლაც სიამოვნებით ვეპატიჟები პირველ მაისს მოვბრძანდნენ ღია უფასოა ჩვენთან ესე რომ თქვა აი აქაც ხას გავსვა ამ დამოკიდებულებას იმიტომ რომ მარტო ამ ნაწილში არა ზოგადად სხვა ნაწილშიც აბსოლუტურად ღია ვართ გამჭირვალე ვართ ნებისმიერ კითხვას შეგვიძლია უპასუხოთ შეგვიძლია რა ვიცი ცალკე ფორმატში კიდე შევხვდეთ გულშემატკივარს არანაირი პრობლემა არ არის ამის და მოვბრძანდნენ და გულშემატკივრონ ეხლა უფრო მეტად გჭირდება კიდე მხარდაჭერა იმიტომ რომ ჩემპიონატი სულ ეხლა ხანს დაიწყო და მესმის რომ კრიტიკაც ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ნუ ლოგიკურია ის, რომ ყველას ვერ დავითევდით უბრალოდ ფიზიკურად და ის განცხადება, რომ მხოლოდ კორპორატიულ წოლ მოვაწყოთ, ეს იყო რა თქმა უნდა, ანუ ასე არ არის, მოგიხსენება ჩვენ კლავს საფეხბურთო სკოლაც, მოგიხსენება დიდი დაინტერესება იყო, ესე რომ ვთქვათ, ანუ მხოლოდ ახლობლებისთვის არა, ეს მხოლოდ ახლობლებისთვის რა თქმა უნდა არ იყო ეს, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ვისაც სრული ქონდა კიდევ ვიძახი, მათ შორის სოციოლოგიურად იყო პირადი კომუნიკაცია იყო და ვისაც ვინც ადგილზე მოვიდა, ყველას მიეცა საშუალება მატჩზე დასრების. ხო, თუმცა უნებრივია მაყურებლის. ნუ მეტი კონკრეტიკა რა თქმა უნდა ჩვენგან უკეთესი იქნებოდა თავიდანვე ესე ვთქვათ. იმიტომ რომ აი ეხაც დღემდე ხდება ხოლმე პოსტები უცბად აიტაცეს სააგენტოებმაც და კი, იმიტომ რომ აი პირობითად ვამბობ, მაგათ თქვენ რო დაგეწერათ რომ გაიყიდა ყველა ბილეთი და მადლობა ყველა. არ ვიქნებოდით გულწრფელები. ხო, მაგრამ თქვენმა გულწრფელობამ ესე ვთქვათ ძალიან ცუდი ესე ვთქვათ გამოხმაურება გამოიწვია და დღემდე რის თქმა მინდა რომ ახლა არ ვიცი თქვენ რამდენად კითხულობთ ყველა კომენტარს ან ასე შემდეგ, მაგრამ მე რასაც ვაგვირდები დღემდე წერენ იხსენებს და გვარეთ ვესწავლით დღემდე იხსენებენ ამ ფაქტს და ესე ვთქვათ უფრო მეტად გართულდა თქვენთვის შესაძლოა ნუ ალბათ ვინც გულშემატკივრს მოვა ეხა როგორც დავუშვათ იმ თამაშზე მოვიდა მაგრამ ანუ ახალი დამატებითი გულშემატკივრისთვის ცოტა უფრო ის იქნება რა ქვია რთული იქნება ზოგისთვის პირიქით საინტერესო იყო და თქვათ უფრო დაინტერესდა სიმართლე გითხრათ ის კრიტიკული გულშემატკივრებს რომელიც მათ შორის პირადადაც გავიცანი რამდენიმე და უფრო მეტად დამეგობრდით და უფრო მეტად მოდის ჩვენ თამაშებზე და პირიქით ერთგული გულშემატკივარი გახდა და არა მაყურებელი თორემ აი ну, ხა შემიძლია რა ვიცი მე როდესაც მოხვალთ და თქვენს ბრძანდებოდით ჩვენს თამაშებზე ნახავთ და შემიძლია გაგაცნოთ პირადად ეს ადამიანები ვინც ესე გვაკრიტიკებდა და მე თქვათ როდესაც შევხვდით იყო ჩვენ ინიციატივაც რომ შევხვდროდით და რაღაც ასე ვთქვათ აგვეხსნა პირადადაც და გამოხმაურება იყო პირადადაც წერდნენ და არა მარტო თქვათ კლუბის პეიჯზე გვერდზე ამიტომ ახსე რომ მე მგონი რაღაცა გავარღვიეთ ეს გავარკვევლობისრე და მივიტანეთ გულშემატკივრდე ჩვენი გულწრფელი სრული თქვა რა გვინდოდა მაგრამ ის მოლოდინები ხა თავისთავად ხო ლიგაურდა დაწინაურება გუნდი რომელიც იგებს თავს რომელიც უმაღლესში არ ყოფილა და ინტერესი ძალიან დიდი იყო გვესმის აბსოლუტურად და მოლოდინები ძალიან დიდი იყო და ფიქრობ რა ვიცი სულად არ წარმოგვიჩენია თავი შედეგს რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა და ნუ ჩვენის ავსტრიაში აქაც ორივე მატჩი ჯამში დავმარცხეთ მაგრამ ამან მოგცა ის რომ კარგი გამოცდილება შეგვეძინა კლუბს და მოდი ამ კუთხითაც რო ვთქვათ იმიტომ რომ გულშემატკივარს ალბათ აქვს იმის საშუალება რომ ხედავდეს პაერს როგორ ნაბიჯი ვითარდება ესე ვთქვათ და მოდის ხო მათ შორის აი აქ კონფერენც ლიგაზე ასპარეზობით თასის მოგების შემდეგ და უკვე უმაღლეს ლიგაში ვართ ნახოთ აი ამ მიმართულებით გულშემატკივრის მიმართულებით აი რამე აქტივობებს გეგმავთ თუ მუშაობთ ამაზე იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატში ხო დასწრება ზოგადად პრობლემაა და ყველა
კლუბი ცდილობს ზოგი რაღაც სხვადასხვა აქტივობებით, მოკლედ, ასე ვთქვათ, რომ მოიზიდოს გულშემატკივარი ტრიბუნებზე დააბრუნოს. აი თქვენ შემთხვევაში რას აკეთებს ამ მიმართულებით რაღაცა ფანშოპიც ზოგადად პრობლემაა საქართველოში, რამდენიმე კლუბს აქვს მხოლოდ აი დავუშვათ ვინმეს რომ მოუნდეს მაისურის ან შარფის ან რაღაც მსგავსის შეძენა ამდენად ფიქრობთ ამაზე ამ მიმართულებით რამდენად მუშაობთ და აი სხვა რაიმე აქტივობები თუ გაქვთ გეგმაში რომ მოიყვანოთ ესე ვთქვათ გულშემატკივარი სტრატეგიას და სულ სავსე ტრიბუნებზე ითამაშოთ. კი ბატონო, სიამოვნებით მოდი თავშივე ვიტყვი იმას რომ სპორტულ შედეგზეც ბევრად არის დამოკიდებული გულშემატკივარი მოვიდეს არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კლუბი იგებს და კარგად ასპარეზობს, მაშინ მოდის გულშემატკივარი და როდესაც სულ პერიოდი აქვს არ მოდის გულშემატკივარი, თქვაც და მოედანზე, ხო? ესეც რეალობაა. მაგრამ მძიმე წუთებში სჭირდება გვერდში დგომა, ესე ვთქვა და განსაკუთრებულად მაშინ სჭირდება, იმიტომ რომ ყოველთვის არ იქნება ეს რომ რაღაც გავიდე და ყველა თამაში მოვიგოთ და ასე შემდეგ, მაგრამ გულშემატკივარი არის და განუყოფელი ნაწილი ფეხბურთის და სწორედ რა ვიცი, მე ფიქრობ სახალხო სპორტია ფეხბურთი და გულშემატკივრებისთვის არის შექმნილი ესე რომ ვთქვათ, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ყურებადია, მაგრამ ჩვენთან ეს პრობლემა დგას. როგორც ადგილზე დასწრების გულშემატკივრებს, ასევე ვთქვათ, სატელევიზიო ჩვენების კუთხით მოგიხსენებათ რომ შუქდება ესე რომ ვთქვათ ფედერაცია აკეთებს ესე რომ თავის YouTube არხსა და კრისტალბელონური ლიგის მატჩები შუქდება, ათივე და აქაც მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ რომ ამ თვითონ ფედერაცია დებს ამაში ძალისხმევას და ორგანიზებს სანიშნულოვანია და ნუ არ შუქდება თქვათ სხვა სატელევიზიო არხებით. გულშემატკივრის მოზლის კუთხით რა თქმა უნდა არის სხვადასხვა აქტივობები დაგეგმილი და ამას ნეტაპობრივად განხორციელდება, როგორც გითხარით ეხლა უცბად რომ თქვათ ესე გითხრათ რომ წელს აი ეს თუნდაც უმაღლესი ასე ლიგაში ასპარეზობა ან თასის მოგება და რაღაც ესე წინასწარ ყველაფერს ვერ დაგეგმო, მაგრამ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული გეგმა პირობითად თქვათ, აი მაგალითად როდესაც გავდიოდი მენეჯმენტის კურსს 2022 წელს ფეხბურთის მენეჯმენტში, ჯიპასა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კურსი იყო. იქ ქონდა ესეთ სტრატეგია, სადაც თქვათ სპაერის განვითარების გეგმა 5 შვიდწლიანი თქვათ სპაერი 20-30 საფხედავდი ესე რომ თქვათ ამას და არ დაგიმალავთ და ერთ-ერთი გეგმა და რაც იყო ის რომ თასზე სპაერს იასპარეზა ესე რომ თქვათ და 24-ში კი იცით რომ ვიასპარეზეთ, მოვიგეთ, გავხდით გამარჯვებულები და მათ შორის სპორტულ შედეგის მოყავს გულშემატკივარიც, რა თქმა უნდა, იმ სტაბილურ გარემოს. ალბათ უფრო მეტად კარგად უნდა გაგვიცნონ, ისე არ გვიცნობენ ესე ვთქვათ გულშემატკივარი, მეტი კომუნიკაცია საჭირო, მეტი ჩართულობაა საჭირო და რა თქმა უნდა გულშემატკივარი გვეყოლება კიდევ მეტად. ბილეთების კუთხით ვახსენეთ ზეგან და ნუ უფასოა დასწრება. შეუძლიათ დაესრონ თამაშებს და ის იგივე ფანშოპთან მიმართებაში, იგივე ატრიბუტიკასთან მიმართებაში ხო, რაც ჩვენ ვცდილობთ რომ ვთქვათ შევქნათ და როდესაც თასის ფინალი ქონდა ჩვენ ხო, მაშინ 6500 ადამიანი მოვიდა სტადიონზე ჩვენ საგულშემატკივრად. ატრიბუტიკით, დროშებით, გაფორმებით, შეძახილებით, რა ვიცი, ბანერებით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მხარდაჭერა და მე ვიტყვი რომ სწორედ ეს მხარდაჭერა 6500 ადამიანის იყო გადამწყვეტი ბიჭებისთვის, რომელიც თავის დამატებით ესე რომ ვთქვათ 120 წუთის განმავლობაში გაიხარჯნენ და ყველაფერი გაკეთეს იმისთვის, რომ მათთვის გულშემატკივრის ეთამაშათ და არა მარტო ვთქვათ ოჯახის წევრებისთვის, როგორც ვაკრიტიკებენ და რაღაცა ესე ვიცრუწრისთვის, ქვეყნისთვის დადეს თავი რა, ამ ესე პირდაპირ ამას დაუკავშირებ ამ ხარდაჭერამ დიდი ძალა მიცა ბიჭებს. ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს და ვიცით თუ რას ნიშნავს გულშემატკივარი. და მადლობას გადავხდი აქ ვისარგებლებ იმ ადამიანებს, ვინც თასის ფინალზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, იქ ყველას მიეცა საშუალება, ასე რომ ვთქვათ, იცით რომ უფრო ინფრასტრუქტურით დიდია და მეტი თავადობის არის მესხი ერთი სტადიონი და შესაბამისად ვისაც სრული ქონდა ყველა მოვიდა, ყველას ქონდა საშუალება რომ დასწრებოდა თამაში და ეს ციფრი იყო 6500 ადამიანი. გასაგებია. გამორჩა მინდო და მეკითხა და რომ არ დამავიწყდეს კითხავთ ფონდზეც ისაუბრეთ და ნუ მაგაზეც ასე ვთქვათ ყველა კლუბის წარმომადგენლის აზრი ემთხვევა ერთმანეთს და ყველათან ხდება იმაზე რომ თავის დროზე როდესაც შეიქმნა კარგი იყო რაღაცა პერიოდიც მე ყველაფერში დაეხმარა ასე ვთქვათ ამ ქართულ საკლუბო ფეხბურთს რომ განვითარებულიყო თუმცა ახლა მდგომარეობით ძალიან აქტიურად მიდის საუბარი ამ დაფინანსების წესის ცვლილებაზე, ზოგი რაღაცა გაზრდაზე საუბრობს, ზოგი რაღაცა თვითონ ამ თანხის გადანაწილების სისტემის ცვლილებაზე. თქვენ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს, შეიცვალოს, როგორ უნდა შეიცვალოს, გაიზარდოს?
კი პასუხობთ აბსოლუტურად გულწრფელად და იმასაც გეტყვით რომ მე ერთ-ერთი ვიყავი ის ადამიანი ვინც ჩართული იყო ასე რომ თქვა იყო ფორმატი მოგეხსენებათ რომ 10 გუნდი ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი ლიგა 2 და ასე შემდეგ ლიგა 3 ლიგა 4 და ეს ფონდის დაფინანსება არ მოიცავს მარტო მხოლოდ უმაღლესი ლიგის დაფინანსებას ხო იქ სამოყვარულო ლიგა ქალთა ფეხბურთია ბავშვთა ფეხბურთია და ასე შემდეგ ამიტომ კლუბების წარმომადგენლები ვიყავი ჩართულები ამ საინსტიტუტო ჯგუფი ეგრეს ესე რომ თქვა ვინც შემუშავდა გარკვეული გეგმა თუ როგორ უნდა განვითარებულიყო კლუბის ფუნქციონირება როგორ ხედავდით ესე რომ თქვა და იყო იქ თანხის დაზეც რა თქმა უნდა მიმართულებები თქვა გაზრდილი იყო მათ შორის მერჩენდაიზინგი სატელევიზიო ჩვენების კუთხით ესე რომ თქვა მარკეტინგის კუთხითაც და ეს ბოლოს შეხვედრას გულისხმობთ თუ აი შარშან ესე რომ თქვა მიდიოდა თქვენ გქონდა ჩვენ ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია აქტიური სამინისტროსთან სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია და ნუ ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი და ამ ეტაპზე თქვა წელს გაგრძელდა ამ ფორმატით მაგრამ ვიცი რომ იგეგმება ძირეული ცვლილებები და მე მოლოდინი მაქვს ხოლმე პოზიტიურის რა ვიცი იმიტომ რომ ამ არსებული მდგომარეობით ესე რომ თქვა ნუ რა თქმა უნდა საჭიროებს გაზდასაც მაგრამ საჭიროებს გაზდას მე უფრო პირადად ჩემას გეტყვით რომ უფრო მეტად კარგი იქნება თქვა რომ სამოტივაციო ნაწილში თუ გაიზრდება სამოტივაციო თუ დაიმსახურე ესე აქვს შედეგი მიიღე მეტად თქვა რომ სულ ჩამოვეკიდოთ ესე რომ თქვა თუ ხეშად რომ თქვა ჩვენ სახელმწიფოს და ფონდს და ჩვენ არ გავაკეთოთ არაფერი ეს რა თქმა უნდა არ იქნება სწორი კიდევ დავკონკრეტები და ვიტყვი მას რომ ამან მიცა სტიმული კლუბების განვითარების ბიძგი მიცა მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ნუ რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება ამას გძნობთ ყოველდღიურად და თუ კიდე გაუნჯობესდება მხოლოდ მივესალმებით იმიტომ რომ არ მოიცავს ეს მარტო უმაღლესი ლიგის დაფინანსებას რა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ვინც ხვდებოდით დამხდებოდით იმაზე რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი არ არის მხოლოდ ეს 10 გუნდი ან 20 გუნდი ვინც პირველ ლიგაში და უმაღლეს ლიგაში და მეორე ლიგაში ასპარეზობს ხო აქ არის მესამე მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქალთა ფეხბურთი იქნება, ბავშვთა ფეხბურთი იქნება, მასობრივი იქნება, ამ კუთხით აკადემიების დაფინანსებაც მოგეხსენებათ, რომ არის ესე რომ თქვა, არის კი მცირედია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ეს გაიზრდება, იმიტომ რომ თუ არ მოხდა ამ თაობათა ცვლა, ესე რომ თქვა, მუდმივად ბუნებრივი შევსება და ხელშეწყობა, ხო? მე გაგვიჭირდება რა თქმა უნდა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდობის მიმართულებითაც დაიხარჯოს ეს თანხები და გაიზარდოს. აკადემიების კატეგორიზაცია ხდება და შესაბამისად პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კატეგორიზაცია და შესაბამისად არის ის მცირე დაფინანსება, რაც შეგიძლია მოახმარო ამ აკადემიის განვითარებას, არ ვიცი ეს ინფრასტრუქტურის კუთხით იქნება თუ ეკიპირების კუთხით თუ სავარჯიშო ინვენტარის კუთხით. ფედერაციაზეც მინდა გკითხოთ ამასაც ბევრს ვეკითხები. გასაგებია ინფრასტრუქტურის ნაწილი ბევრ რაღაც გაკეთა ასე შემდეგ, მაგრამ აი მოდი ესეთი ფორმით გკითხავთ, თქვენი აზრით თუ შეუძლია ფედერაციას რაიმე დამატებით რომ გააკეთოს იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართულ საკლუბო ფეხბურთს. რა თქმა უნდა, მოდი გავიხსენებ ეს სულ რამდენიმე დღის უკან ქონდა ჩვენ კომუნიკაცია, ერთი თვის უკან თქვა UEFA-დან იყვნენ ჩამოსული წარმომადგენლები და დაახლოებით 10 დღის უკან, 2 კვირის უკან კიდევ უმაღლესი რანგის სტუმრები იყვნენ ჩამოსულები და ფედერაციის მიერ იყო ეს ორგანიზებული შეხვდა კლუბებს პირველი შეხვედრა შედგა უმაღლესი ლიგის კლუბებსა და ლიგა 2-ის კლუბებს შორის მეორე შეხვედრას უკვე უმაღლესი ლიგის კლუბები ესწრებოდით და წარმომადგენლები და მაღალი რანგის სტუმრები იყვნენ ესე რომ თქვა ჩამორზანებულები ფედერაცია იყო ჩართული სრულ შემადგენლობით და ხელმძღვანელობით და საკმაოდ საინტერესო მსჯელობა გაიმართა და მთავარი მიზანი ის იყო რომ თქვა სად ვართ რეიტინგში რა უნდა გავაკეთოთ, რა პრობლემები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე კარგად წარმოჩინდნენ, ესე ვთქვათ, ხო, გინდა არ გინდა, ხო, ამ კუთხით თუ არ განვითარდით, მათ შორის ფინანსებზე რო საუბრობთ, რაც მაღალი რეიტინგი გვექნება, მეტ ფინანსს მივიღებთ, ესე რომ ვთქვათ, და პირდაპირ ინტერესი უნდა იყოს ჩვენი ნებისმიერი კლუბის, ესე რომ ვთქვათ, და სწორედ ამიტომ ფედერაცია ხელი შეგვიწყო ჩვენ, რომ პირადად გავცნობოდით და ჩვენთვის ხელშესახები ყოფილიყო ის პროგრამები, ის მიზნები, ის სტრატეგია, ვთქვათ, რომელსაც UEFA ატარებს, რომ ჩვენ ქართული კლუბებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის ფინანსურ ნაწილში. აქაც მადლობას ვიტყვი ახლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფედერაცია და ცალკე აღებული კლუბი ვერ იქნება, ესე რომ ვთქვათ, ვერ გავყოფთ. ერთი ორგანიზმი, ერთი ოჯახია და ერთობლივად უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგეგმვაც, სტრატეგიაც, გადაწყვეტაც და ყველამ ჩვენი წილი უნდა შევიტანოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ და განვახორციელოთ. ფედერაცია ვფიქრობ ვაკეთებს ამისთვის ყველაფერს. კარგი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც მოგეხსენებათ რეგიონშიც დაიგეგმა რამდენიმე ვთქვათ
მოედნის UEFA სტანდარტების მოედნების მშენებლობა და ერთ-ერთი პრობლემაც ის იყო, ჩვენ როდესაც UEFA-ს ტურნირში ჩავერთეთ და მივიღეთ ამის უფლება, თქვათ, სად გვეთამაშა, ხო? და რა თქმა უნდა, ესეთი ბევრი არ მოიძებნა საქართველოში ბევრი ისეთი მოედანი, სადაც თქვათ მიიღებდი UEFA-ს კატეგორიის ტურნირს ჩაატარებდი და ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამის ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ და სწორედ ფედერაციასთან ერთად, ესე რომ თქვათ, და ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს, შეიძლება ხვალვე არ მოიტანოს ამის შედეგი, მაგრამ სტრატეგიული გეგმა, თქვათ, 5 წელში, 10 წელში დარწმუნებული ვარ, თავის შედეგს მოიტანს, იმიტომ რომ უფრო მასიური და ხელმისაწვდომი გახდება ფეხბურთი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მომავალთაობისთვის. ფედერაცია ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს. ვფიქრობთ, თუ რეიტინგში ჩვენი საკლუბო ფეხბურთიც აიწევს, ესე რომ ვთქვათ, და წელს 4 გუნდი ასპარეზობს ევროტურნირებზე, მინდა წარმატება უსურვა ხო ვისარგებლო და რეიტინგში ავიწევთ. ეხლა სადაც ვართ პირდაპირ ვიტყვი არ ვიმსახურებთ ნამდვილად, იმიტომ რომ გაცილებით მეტი ის ქვეყნები თქვათ, ვინც არიან ხო ჩვენთან ახლოს რეიტინგში, იმაზე უკეთესი ჩემპიონატიც გვაქვს, იმაზე უკეთესი საორგანიზაციო კუთხითაც ვაკეთებთ, ესე რომ ვთქვათ, და უკეთესი ფეხბურთელების ყავს, მაგრამ აი აქ უკვე სად გვაქვს პრობლემა, ხო? აქ უკვე წერტილოვნად რა თქმა უნდა სამუშაოა და კარგია რომ ეს ფორმატი დანერგა ფედერაციამ, რომ კლუბებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, მათ შორის სანამ UEFA-ს წარმომადგენლად შეხვდებოდით, ქონდა ინდივიდუალური შეხვედრების და განხილვების, თქვათ, თუ რას გვეგმავთ, რა მიზნები გვაქვს, თითოეულ კლუბს შეხვდნენ და კიდევ ვიძახი, ერთობლივად უნდა გადავდგოთ ყველა ეს ნაბიჯები, თორემ ცალკე აღებული ვერც ფედერაცია გააკეთებს და საქმეს და ვერც ცალკე კლუბები, თუ ჩვენ ერთიანად არ შევხედეთ და იმ ჭრილში არ გადავიყვანეთ ეს, რომ ეს არის საერთო საქმე ყველა კლუბისთვის, ესე რომ ვთქვათ, და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის და საერთო ჯამში ჩვენი ქვეყანაა და ეროვნული საკითხია ეს, ღირსების საკითხია, ესე რომ ვთქვათ, რომ უფრო მაღალ დონეზე იყოს ჩვენი ფეხბურთი წარმოჩენილი. გუშინ დღემაც დაადასტურეს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ და არავეზე ნაკლები ფეხბურთელები არ ყავს. ნამდვილად. ევროტურნირები ახსენეთ და თქვენი ესე ვთქვათ, აზრით, შეხედულებით, სპაიერზეც პირობითად ვამბობ რა, გასაგებია თქვენც თქვით, ახლა საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგხვდათ, მაგრამ თქვენს კლუბზეც და ასე ვთქვათ, ზოგადად რა პრობლემა აქვს ქართულ საკლუბო ფეხბურთს, აი გუნდებს, რომლებიც გადიან და ასპარეზობენ, მაგრამ ვერ ვლახავენ რაღაც ამ ბარიერებს, რატო ვერ გავდივართ საბოლოო ჯამში რატო ვერ ვაღწევთ ამ დასახულ რაღაცა მიზანს, რომ ჯგუფში შევიდეთ, თქვენი აზრით, სად არის პრობლემა? ეს არის მის ეხა რომ კონკრეტულად რომელიმე კლუბზე ვერ ისაუბრებთ და გასაგებია, მაგრამ აი ზოგადად მენეჯმენტია, ფეხბურთელების ხარისხი, ლეგიონერები, თუ აი სად არის პრობლემა, თქვენ როგორ უყურებთ? ზოგადი შეფასება როგორ გაქვთ? კი ბატონო, მოგახსენებთ, ალბათ ჩვენს კოლეგებსაც უმეტესაც რო ვკითხოთ, ბევრი იმას უსვავს ხაზს, რომ არის ხშირი გადინება, თქვათ, ნიჭიერი ფეხბურთელებს და ვერ ვინაჩვენებთ ეროვნულ ჩემპიონატში და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გაცილებით უარის ჩემპიონატში მიდიან, ვიდრე ჩვენი ჩემპიონატია, რაღაცა თქვათ, არის ფინანსური ინტერესიც შეიძლება მეტი იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, აი წელს გარდამტეხი წელი იქნება და რაღაც იმედით უყურებთ აი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როდესაც გქონდა ჩვენ კომუნიკაცია კლუბებს, ხომ, ცალკე აღებული, ესე რომ ვთქვათ, ადრე თუ გქონდათ განწყობა, რომ რაღაცა კონკურენტები ვართ, არა, ესე არ არის. ნებისმიერი კლუბი, რომელიც ევროტურნირებზე მიაღწევს შედეგს, ეს ავტომატურად აისახება ქართულ ფეხბურთზე და თითოეულ კლუბზე, ეს მათ შორის სპაიერზეც, რა თქმა უნდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი მუშაობით მიდგომა გქონდეს, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენ ერთმანეთს ამ მიმართულებით რომ იმუშაოთ. აქამდე არისო ეს ერთიანობა თქვენ? მე ვფიქრობ, ეხლა როგორ გითხრათ, კიდევ ვიძახით, ჩვენ რაც ჩართულები ვართ და ესე რომ ვთქვათ, შედარებით ახლები ვართ ამ საფეხბურთო ოჯახში. ხშირი კომუნიკაციაც გვაქვს და უფრო მეტ ინტენსივობას ვისურვებთ, ესე რომ ვთქვათ, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ეს და მხოლოდ ამისკენ იდგება ეს ნაბიჯები, როგორც ფედერაციის მხრიდან, ასევე კლუბების მხრიდან, როგორც გითხარით. ერთგვარი გადინება შეიძლება იყოს ფეხბურთელების, ესე რომ ვთქვათ, ეხლა ვერ ვიტყვი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, ვთქვათ, მომზადების პირობები არ არის და ასე შემდეგ, ხომ? აი აქ არის სამუშაო და ის რომ ჩვენი ფეხბურთელები დავაკავოთ, შევინარჩუნოთ და გავზარდოთ იმისთვის, რომ სტაბილურად წარმოიდგინოთ ყოველწელს ახალ ფინანსების გარეშე ხო რთულია. ფინანსების გარეშე, მაგრამ მოდი ეხლა მე არ ვიტყვი ხა იმას, რომ ფინანსები შეიძლება გქონდეს კლუბს, მაგრამ შესაძლოა შედეგი არ გქონდეს. აქ კიდევ ვიძახარი კომპლექსური სამუშაო, როგორც მენეჯმენტის, ასევე ფეხბურთელების, ასევე სამსახურო შტაბის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც
ჩვენი ჩართულობა და ამიტომ ესე არ არის რომ მაგალითად აი მწვრთნელთან მიმართებაშიც ხო უნდა იყოს შესაბამისი თქვათ ცოდნით შესაბამისი მოტივაციით მას შეძლოს იმას ფეხბურთელმა და მიიტანა რა უნდა ესე რომ თქვათ და სწორად მიიტანოს ფეხბურთელმა და თავისი შეიძლება ცოდნა და გამოცდილება ქონდეს მაგრამ ვერ გადმოცეს ხო მაგრამ აი ბევრი ნიუანსია რა სადაც თქვათ უნდა მოხდეს ამის ერთობლიობა არ არის ეს მარტო ის რომ ფინანსებით ხარ რო თქვათ ჩვენი ბიუჯეტით რომ გითხრათ ჩვენ თუ კონფერენციის ლიგაზე მივიღებთ მონაწილეობას და თასს მოვიგებდით ეს ხო რა თქმა უნდა არ არის პირდაპირ ვიტყვი რომ არ არის მხოლოდ ფინანსები პრობლემა აი მენეჯმენტი ანუ ფინანსები მენეჯმენტი როგორც მენეჯმენტი ასევე ფეხბურთი ეს ფეხბურთელები ასევე სამსწავლო შტაბი ესე რომ თქვათ და ნუ ის გარემოც რა თქმა უნდა იყოს ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ ამობაში იმიტომ რომ კიდევ არავის ნაკლებ ფეხბურთელები არ გვყავს პირობები იმისთვის რომ ვერავინ ვერ იტყვის რომ რაღაცა გვაქვს ისეთი რომ ვერ ვემზადებით ამ ტურნირებისთვის ან ასე შემდეგ და კონკრეტულად თქვათ იქ ანალიტიკური მომზადებაც გვინდა ჯგუფი უნდა გყავდეს თქვათ კონკურენტებთან როგორ ხდება შეფასება და დარწმუნებული ვარ ეს თანამედროვე სისტემები უკვე ინერგება ესე რომ თქვათ და მათ შორის ჩვენ ვცდილობთ რომ გქონდეს როგორც პროგრამული უზრუნველყოფა ასევე თქვათ სხვა მიმართულებით იმიტომ რომ ამის გარეშე წარმოუდგენელი თანამედროვე ფეხბურთი ამ სისწრაფებს უნდა ავიღოთ ჩვენ ცალკე და შეიძლება იყოს თქვათ გასული წლების განმავლობაში ამის ნაკლებობაც რომ თქვათ ნაკლები ინფორმაცია გქონდა ესე რომ თქვათ ნაკლებად მომზადებულები ხვდებოდით და ასე შემდეგ იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს არ იცნობ როგორ უნდა დავგეგმო მასთან ბრძოლის სტრატეგია ხო და ბევრი ნიუანსია და კიდევ ვიცახი რომ მხოლოდ ფინანსები არ არის ეს ასე გები მოკლედ რომ გიბასუხოთ კი ბატონო თუ არ მეშლება თქვენ ყავთ ერთი ლეგიონერი მხოლოდ ამ ეტაპზე კი აი ეს თქვენი ესე ვთქვათ პოლიტიკა ესე უყურებთ ძირითადად აქცენტს აკეთებთ ქართველ ფეხბურთელებზე თუ რაღაცა პირობითად ფინანსურად არ გაქვთ იმდენი შესაძლებლობა რომ რაღაცა ჩამოიყვანოთ კარგი ლეგიონერი იმიტომ რომ საქართველოში გულშემატკივარშიც მათ შორის ორად არის გაყოფილი აზრი რომ ერთი თვლის რომ საერთოდ უნდა ჩამოიყვანონ ასე ვთქვათ ლეგიონერები და მარტო ქართველი ფეხბურთი იმიტომ რომ ბევრი ნიჭიერი გყავს მეორე მხარე თვლის რომ უნდა ჩამოიყვანოთ იმიტომ რომ მათი გამოცდილება ასე ვთქვათ გავიზიაროთ და ეს ფეხბურთელები უფრო განვითარდნენ ასე ვთქვათ ეთესი ჩემპიონატიდან მოყვანილი ფეხბურთელებით. თქვენ შემთხვევაში რატომ თან იშვიათია უმაღლეს ლიგაში მგონი ერთი ლეგიონერი რო ყავდეს კლუბს თქვენ ხართ ხართ. დიახ. არა მარტო უმაღლეს ლიგაში იშვიათი იყო ის რომ ევროტურნირებზე სრულად ქართული განაცხადით ვიასპარეზეთ და წარსდგით ამ ეტაპზე ყავს ერთი ლეგიონერი სამხრეთ აფრიკელი. კიდე ორ ადამიანთან მუშაობდა ფიქრობთ საფრთხის სატრანსფერო პანჯარაზე გვექნება ეს სიახლეებიც ნახოთ წინასწარ ვერ გეტყვით სუსტ დეტალებს მაგრამ პირდაპირ გეტყვით ჩვენი მიდგომა სწორედ ეს არის რომ ქართულ ფეხბურთელებს მიეცეს იმის საშუალება რომ თავი წარმოაჩინონ ქართულ ფეხბურთელებმა დაიმკვიდრონ ადგილი საკლუბო ჩემპიონატში ეროვნულ ჩემპიონატში და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც რომ აღვზარდოთ თაობები როგორც კლუბს რომელიც მოახდენს ბუნებრივ შევსებას ასევე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს იცით რომ საბა გეგიაძეს უკვე რამდენჯერმე დაუძახეს ასე რომ თქვა ნაკრებში 30 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს ყავს რამდენი კანდიდატი მაგალითად პირდახია რომელიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს და მაღალ ლიგაში და ფიქრობ იმსახურებს რომ მიეცეს შანსი ნაკრებში გამოძახების და 4 წლის უკან დავაარსეთ საფეხბურთო სკოლაც ამ 4 წელში ჩვენ ის მოვახერხეთ რომ ყავს ყველა ასაკობრივი გუნდი და აქცენტი სწორედ ჩვენი ქართული ფეხბურთელებისზე გავაკეთეთ რომ აი 6 წლიდან როგორც თბილისის ლიგა, აფხაზეთის ლიგა, ელიტ ლიგა, ჭაბუკთა ლიგა, U15, U17, U19 ყველა ასაკობრივი გუნდი ყავს ესე რომ ვთქვათ მათ შორის რეგიონ ლიგა და სულ რაღაც ჩარშან გავაკეთეთ დუბლები რომელიც ძალიან ახლოს იყო იმასთან რომ გადმოსულიყო ლიგა 4-ში და პლეი-ოფში დავმარცხეთ ტორპედოსთან წელს გვაქვს ამისი ამბიცია რომ გადმოვიდეს ჩვენი დუბლები ლიგა 4-ში, ასევე ჩვენმა U17-მა და U19-მა ვერცხლის ლიგიდან, რომელიც ბრინჯაოს ლიგაში ასპარეზობდა და მანამდე ვერცხლის ლიგაში ასპარეზობენ ეხლა და მის ამბიცია გვაქვს ოქროს ლიგაში ასპარეზონ და შესაბამისად აი ამ გათვლას ვაკეთებ ჩვენ რომ ამ ჩვენი გაზრდილი ახალგაზრდებით მოვახდინოთ ბუნებრივი შევსება, ამიტომ ჩვენი მიზანი ის არის ის რომ ეს თაობა ბუნებრივად ამოვიდეს როგორც უმაღლეს ლიგაში გუნდში ესე რომ ვთქვათ, ასევე ნაკრებს და ჩვენ ქართულ ფეხბურთს მივაწოდოთ ჩვენი გაზრდილი თაობა. პირდაპირი პოლიტიკაა ჩვენი რომ ნაკლები ლეგიონერი ყავდეს. ეხლა ლეგიონის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ არც იმას მივესალმები. პირდაპირ რომ გითხრათ, ჩემი დამოკიდებულება და აზრი ის რომ 15 ლეგიონერი ყავდეს გუნდში.
და წარმოიდგინეთ ახლა ყველა კლუბმა რომ 15 ლეგიონერი ჩამოვიყვანოთ და ყავდეს, მაშინ ქართულ ფეხბურთელებზე თუ ჩვენ ვიძახით იმას რომ გადინება გვაქვს და ვერ ვინარჩუნებთ, რატო არ უნდა მივცე ჩვენს ფეხბურთელს შანსი იმის რომ ამ მტკიცოს თავი წარმოაჩინოს. ანუ ზაფხულში ორი შესაძლოა ტრანსფერი შეიძლება გქონდეს. მიახლოებით პოზიცია ხომ შეგიძლიათ რომ გითხრათ რა პოზიციებზე შეტევაში გავძლიერდებით. შეტევაში გაძლიერდებით. ძალიან კარგი. ჩვენ გვაქვს ესეთი რაცა რუბრიკა, სადაც მაყურებელს ვთხოვ ხოლმე რომ დასვას კითხვები და ხა მე რამდენიმე კითხვას სიამოვნებით უპასუხებთ. კი ბატონო. უბრალოდ გადავხედავ რაზეც ვისაუბრეთ რომ ესენი არის. კეთილი. ესეთია შეკითხვა ცოტა გრძელი კითხვა, მაგრამ ისე თავარი ნაწილი რაც არის, ვახტანგ პაპუაშვილი გვეკითხება, თავარს წავიკითხავ. აპირებთ თუ არა საკუთარი სტადიონის აშენებას, კონკრეტულად რომელიმე თბილისის უბანში, ასე რომ ვთქვათ, საცხოვრებლად დამკვიდრებას. მადლობა ბატონო ვახტანგს კითხვისთვის, რა თქმა უნდა აქტუალური კითხვაა და ხშირად გვეკითხებიან ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა გეგმავთ ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც განვითარებას. ეს ამის გარეშე წარმოუდგენელია რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვისაუბროთ კლუბის განვითარებაზე, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, სადაც ვასპარეზობთ ახლა ჩვენ, მოგეხსენებათ რომ საშინაო მატჩებს ლიგა 2-ში მართავდით ხელმოსაფარ მოედანზე და ინფრასტრუქტურას ვიყენებდით და ახლა მესხი 2-ზე ვთამაშობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი საკუთარი ინფრასტრუქტურა გქონდეს და ამას რა თქმა უნდა დრო მოიტანს და ამ მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული სტრატეგია, ვთქვათ, სადაც იმ რაიონში, სადაც ვთქვათ, ფეხი ავიდგით, გავიზარდეთ და იქნება მოხერხდეს ის რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა შევქმნათ. რა თქმა უნდა აქტიურად შევლობთ, ისანი სამგორია, ასე რომ ვთქვათ და ძალიან ბევრი უბანში გაიხსნა სტადიონები გაკეთდა და კლუბები დაბუზდა, მაგრამ ამის გარეშე რომ ვთქვათ აკადემია განვითარდეს, უმაღლეს ლიგის გუნდს მიეცეს კიდე განვითარების საშუალება, ხო? აქ არ არის მხოლოდ ერთ მოედანზე არ უნდა იყოს საშუალება, ჩემი ხედვა ის რომ კლუბს მხოლოდ ერთი მოედანი არ უნდა ქონდეს, თქვათ, როგორც უნდა ქონდეს სავარჯიშო მოედანი, ასე სათამაშო მოედანი, მოგეხსენებათ რომ ბუნებრივი საფარია მოედანი თუ გაქვს ერთი, იმას სავარჯიშოდ ვერ იყენებ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მთლიანი კომპლექსურად უნდა იყოს, ხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შევხედოთ, დრო ჭირდება ამას, მაგრამ იმედს ვიქონებთ რომ ახლო პერიოდში ამ სიახლედაც დაუბრუნდებით ჩვენს გულშემატკივარს და მაყურებელს სასიამოვნო სიახლეებს ვამსწრებთ, მაგრამ როგორც გითხარით ესე რომ გამოკვეთილი ესე რომ თქვა სპონსორები არ ყავს ესე რომ თქვა ამ მიმართულებით ვინც მოგვეხმარებიან და ღია ვართ ესე რომ თქვა ამ მიმართულებით და ჩვენი გეგმა გვაქვს და ხედვაც მათ შორის სასპონსორო შეთავაზების კუთხით იქნება თუ სხვა მიმართულებით თუ როგორ უნდა განვითარდეს კლუბი. იმიტომ რომ თუ გავაკეთებთ ამას ხო ეს უნდა მოიცავდეს სრულ კომპლექსს ესე რომ თქვა როგორც სავარჯიშო, სარეაბილიტაციო თუ საცხოვრებელ პირობებს თუ ასე შემდეგ. მაგალითად რეგიონებიდან თუ გვინდა ჩვენ ესე რომ თქვა საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელების მოწვევა და დამკვიდრება და მათაც ხელშეწყობა უნდა ქონდეთ რომ შეთავაზოთ მათ შორის საცხოვრებელიც ესე რომ ვთქვათ და მათ შორის უნდა ქონდეს იმის საშუალება რომ შენს კედლებში ჩაატარო ფესტივალები. არა მარტო შიდა ფესტივალი ესე რომ ვთქვათ, არამედ საერთაშორისო ფესტივალსაც შეიძლება უმასპინძლო და ამიტაც აღმოაჩინო ესე რომ ვთქვათ ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები და ხშირად აი პატარ-პატარა ჩემპიონატებში არის ხოლმე ეს ასე რომ ვთქვათ ის იმალება ის ნიჭიერი თაობა და ფეხბურთელები რომლებიც მე ვარსკვლავები შეიძლება გახდნენ და შეიძლება დარწმუნებული გახდებიას და ესეთი ბევრია. ამიტომ ძალიან ბევრი გეგმაა და ძლიერი აკადემიის სტრატეგია ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი როლი იქნება დიდ გუნდის განვითარებასთან ერთად ის რომ ასაკობრივი გუნდები განვითარდეს და აკადემია ინფრასტრუქტურის გარეშე რა თქმა უნდა ვერ იქნება. ვთქვათ ის რომ ჩვენ გვყავდეს 500 ისეთი საკმაოდ კარგად მომზადებული ასაკობრივი გუნდებიდან დაკომპლექტებული სპორტსმენი, ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არა მარტო თქვა ჩვენ ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში თუნდაც ესე რომ ვთქვათ და შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ არ არის შეუძლებელი. როგორც ის არ იყოს შეუძლებელი, როგორც გითხარით რომ ვთქვათ 2022 წელს დავგეგმეთ სტრატეგია და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ აქამდე მოვედით და მათ შორის თასთან მიმართებაში, იმიტომ რომ პირდაპირ პრიორიტეტი იმ წელს ჩვენ არ მახსოვს ზუსტად მე-4 ადგილი დავიკავეთ ლიგა 2-ში მე-5 ადგილი, მაგრამ იყო თასი პრიორიტეტი და სწორედ ამაზე გავაკეთეთ კონცენტრირება და აქვე ვიტყვი იმას რომ ავიცი მხოლოდ მისასალმებელი იქნება რომ საკუთარი კედლებში იასპარეზოს კლუბმა რა დამატებით გულშემატკივროსაც მიეცემ ამის საშუალება რომ თამამად მოვიდეს და დაესწროს ესე რომ ვთქვათ და სხვა სტიმული იქნება ჩვენთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც. შეგებია. აი მსგავსი კითხვა, ანუ თითქმის რა კითხვებიც იყო, თითქმის ყველაზე ვისაუბრეთ უკვე, თუმცა ესე წავიკითხავ ლევან
კუაძე კითხულობს, აქვს თუ არა სტრატეგია ლოიალური ფან-ბაზის გასაზრდელად თბილისში საფეხბურთო კლუბებს ეს განსაკუთრებით უჭირთ აქედან გამომდინარე მუშაობთ თუ არა ამ საკითხზე. ახლობით იგივეა რაც თქვენ თვით, მაგრამ აი თუ არის რამე ისეთი კონკრეტული ფან-ბაზის გასაზრდელად. გასაგებია. მადლობა ბატონ ლევონსაც კითხვისთვის და დაინტერესებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ესე რომ თქვა, რომ ეს კონტენტი მთლიანად იყოს ესე ცალკე აღებული არ ვთქვით ინფრასტრუქტურა განმოვითავდა, ფანშოპი არ განვითარდეს, რა თქმა უნდა, ამასაც მოიცავს, ხო? ჩვენ ეხლა შეგვიძლია ადგილზე, სადაც თქვა ვასპარეზობთ და თამაშობთ, იქაც განვითარდეს, უბრალოდ ამას დრო ჭირდება. ამ მიმართულებით მე არ გეტყვით, რომ ონლაინ მიმართულებით ფიქრობთ, აი ახლო პერიოდში ესე რომ თქვა გავაქტიურდეთ, ესე რომ თქვა ფანშოპის მიმართულებით გვექნება რაღაცა პატარა ჩვენ ატრიბუტების გაყიდვებიც იქნება, მაგრამ მიეცემა ჩვენს გულშემატკივრის იმ საშუალება, რომ თავის საყვარელი გუნდის ატრიბუტიკა თუნდაც კაშნე, მაისური შეიძინოს. ჩვენს ასპარეზობას ევროტურნირებზე საკმაოდ დიდი დაინტერესება მოყვა და ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს თქვა, რაც შეუძლია ჩვენი მაისური შეძენა და ბევრს სჭირდება ხელმოწერილი ესე რომ თქვა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენს ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც განვითარდებით. ესე ნაბიჯ-ნაბიჯ, აი როგორ გითხრათ, სტაბილურად ჯობია განვითარდეთ, იმიტომ რომ რაღაცა უცბად თქვათ, რაღაცა იმ გარემოში ყველაფერს ერთად, რა თქმა უნდა, შეიძლება შედეგიც არ მოიტანოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გვექნება სამუშაოც და შედეგებიც. გასაგებია. ერთი ესეთი კითხვა და მეც ამ ადამიანის შეკითხვასაც ისე ვთქვათ, დავამატებ და ჩემს კითხვასაც დავამატებ პროსტორად ამ ადამიანის შეკითხვას. თქვენი აზრით, ვინ იქნება სპაერის გარდა ის პირველი ქართული კლუბი, ვინც ევროტურნირებზე გავა? სავარაუდოდ ამას გულისხმობს ეს ადამიანი. სავარაუდოდ კი. და მე მინდა რომ აქვე, ხო, მართლა საინტერესოა ის ფიქრობთ ფავორიტად, ყველაზე მეტად ვინ არის ფავორიტი, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში, თუნდაც იმ ნაწილში ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი ევროტურნირებზე გასვლის თქვენი აზრით, ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობთ, თავარ კონკურენტად ვის სახე გქონთ ახლა? მოდი ესე გულწრფელი ვიქნები და საკმაოდ გამიხარდება 4 კლუბი ასპარეზობს 4 კლუბს აქვს. რა თქმა უნდა, ყველასი გამიხარდება, ესე კონკრეტულად ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენ რო სატურნირო ცხრილს გადავხედოთ, ეხლა და თქვა ეროვნული ლიგის დასაწყის, ხო, ის კლუბები, რომლებიც ევროტურნირებზე ასპარეზობდნენ, არ ჰქონდათ კარგი სტარტი, მაგრამ შეդუმ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, ესე რომ თქვა და მე მხოლოდ იმედის თვალით უყურებ და მოდი არ მიწყინოს გულშემატკივარმა, ვერციც ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ ჩემთვის თანაბარ მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, თითოეული ქართული კლუბის წარმატება და ჩვენთვის სპაერისთვის, ესე რომ თქვა და სპაერის ოჯახისთვის, რომ რომელიმე კლუბმა მაინც მიაღწიოს ის, რომ ჯგუფურ ეტაპზე შევიდეს. და 4-ვეს უსურვებ წარმატებას და წელს 4-ვე კი ვიღოთ 28-დან თუ არა უკვე 3 მიიღებს მონაწილეობას რა და ამიტომ ყველაფერს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ერთმა მაინც შეძლოს, იმიტომ რომ ეს ერთი ავტომატურად მოქმედებს ყველას, ესე რომ ვთქვათ რა, ერთი ყველასთვის და ყველა ერთსაც ეს ნათქვამი როა, აქ უნდა გავერთიანდეთ როგორც კლუბები, გულშემატკივრები და ასე შემდეგ ფედერაცია თუ შესაბამისი სამსახურები, რომ ქართულმა კლუბმა ერთმა მაინც შეძლოს ჯგუფურ ეტაპზე შესვლა და ფიქრობთ, აქვს შანსი იქ, მათ შორის არ დაგიმალავთ, იყო მსჯელობა UEFA-ს ხელმძღვანელ პირებთან, რომლებიც უშუალოდ აი მაგალითად განჭისყრის პროცესში მონაწილეობდნენ ჩემპიონთა ლიგა, კონფერენცია ლიგა და იქ ვინც არიან უშუალო პროცესში ჩართულები, ხომ? თქვათ რატო ხდება, რომ აი რაღაცა შესაბამისად მაგალითად სპაერი თქვათ ვენის ავსტრიას რატო შეხვდა და როგორ ხდება ამის განჭისყრა და ალაგება და აი ამ ნიუანსებზეც კი ვისაუბრეთ, ეს ერთგვარი სტრატეგია გაგვაცნეს, ესე რომ ვთქვათ, შიდა და უფრო ნაცვლად დავინახეთ ჩვენ თქვათ სად როგორ უნდა მომზადებულები უნდა წავსდგეთ ევროტურნირებისთვის და ეს ნაბიჯები გადაიდგა და წელს ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთეს შედეგი გვექნება, ვიდრე თქვათ გასულ წლების განმავლობაში. იმედს ვიქონიებ და იმედით ვუყურებ ეს, იმიტომ რომ 4-ვე გუნდს უსურვებ წარმატებას. ისეც ვერ გამოვყოფ. რა თქმა უნდა, წარმატებები ნამდვილად 4-ვე გუნდს და ბოლოს მინდა ასევე გითხოთ გამომდინარე იქით მესმის თქვენი კონკურენტია. მაგრამ აქტუალური თემაა ქართულ საკლუბო ფეხბურთში ბოლო პერიოდში თემურ ქეცბაიას ასე ვთქვათ დაბრუნება თბილისის დინამოში. ამ კუთხით რომ ვისაუბროთ და ზოგადად ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე მწვრთნელი იქნება თუ ფეხბურთელი, ესე დიდი სახელის მქონე ადამიანების დაბრუნებას, იმიტომ რომ რაღაც ახალ სიცოცხლეს ძენს ეს ვთქვათ ამ ქართულ საკლუბო ფეხბურთს. აი, ამიტომ მნიშვნელოვანია მსგავსი დიდი სახელების მქონე ადამიანების ფეხბურთელი იქნება, ეს მწვრთნელი იქნება, ასე ვთქვათ, ჩამოსვლა და დაბრუნება ან მოყვანა საქართველოს ჩემპიონატში, ანუ ამდენად შეიძლება ამან იქონიოს დიდი გავლენა, როგორ ფიქრობთ?
ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის არა მარტო დინამოსთვის, რომ მსგავსი გამოცდილების წვნელი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ჯერ ფეხბურთელ სამყაროში იყო უნიკალური, ჩვენ საქართველოს ნაკრებში აერთი ლამაზი თამაში გვინახავს, აერთი კატალონიური გოლი გვინახავს მისი შესრულებით და ასევე ვთქვათ, საერთაშორისო ასპარეზზე მისი სამწლო კარიერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თავისუფლად შეიტანა, ხო? იმ კლუბის განვითარებაში სადაც ასპარეზობდა და ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ აი რაზეც ახლა ვსაუბრობთ ჩვენ UEFA-ს ტურნირებთან მიმართებაში, მისი გამოცდილება, იმიტომ რომ დინამო თბილისიც თუ არ ვცდები ასპარეზობს წელს კონფერენც ლიგაზე და საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება მისი ჩართულობა და მხოლოდ მისასალმებელია. მხოლოდ კარგი ნაბიჯია, ესე რომ ვთქვათ, გადმული ქართულ დინამო თბილისის და ქართული კლუბებისთვისაც. ზოგადად მწვრთნელის როლი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. აი მაგალითად ჩვენც როდესაც მოხდა, ეხლა ჩვენ 2024 წელს ფაქტობრივად შუა სეზონში მოვახდინოთ სრულდება ხო მწვრთნელის და რაც ეტაპამდე ვთქვათ, კახა მაისურაძე წვრთნიდა კლუბს და აგვისტოს თვეში სექტემბერში სეზონის დასრულებამდე მივეცით საშუალება ახალგაზრდა მწვრთნელს ანზორ ყიღურაძეს, რომ ჩართულიყო ამ პროცესში. კახა ეხლა წვრთნის რეგიონულ ლიგას და ისო ჩვენი ოჯახის წევრი არჩება, ესე რომ ვთქვათ, ჩვენთან ერთად და აქტიურად მუშაობთ ერთად, მაგრამ ის რომ მწვრთნელს მიეცეს განათლების საშუალება და დღეს ჩვენი კლუბის მწვრთნელიც პროლიცენზიის მიმართულებით არის ჩართული და იღებს საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის ახალგაზრდობის ჩემპიონატზე იყო, ვთქვათ, რამდენიმე ქვეყანაში მილებ, რამდენიმე ნაკრების თამაშს დაესწრო და აი ამ გამოცდილ სპეციალისტებთან, ვთქვათ, როგორც თემურ კეცბაია და ის სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ აი ამ კურსს პროლიცენზიის. ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. და ჩვენ ხედავთ ვთქვათ, რომ როგორ გადმოაქვს მე ეს ყველაფერი ვთქვათ, ფეხბურთელებამდე როგორ მოხს და მე ვთქვათ, ისინი როგორ ახორციელებენ მოედანზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ხოლმე მივესალმებით, იმიტომ რომ მწვრთნელთა განათლება და ყოველ ზოგადად ამის გარეშე ქართული ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. მათ შორის აი ბავშვთა ფეხბურთს უნდა შევეხო და ძალიან კრიტიკული მომენტი შეიძლება დაადგეს ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი ახალგაზრდა ასაკში როცა იწყებენ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მწვრთნელმა სწორად განავითაროს. მათ შორის ვთქვათ, ფიზიკურად როგორ უნდა ავარჯიშოს, მენტალურად როგორ მოამზადოს, როგორ იკვებოს, ხო? როგორი ძილის რეჟიმი კონდეს, ხო? აი ეს სამუშაოების ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირია ჩვენთან ესე რომ ვთქვათ, არასწორი დატვირთვების გამო, არასწორი მიდგომის გამო და რა თქმა უნდა, პირველად არავის არ ვეხები, მწვრთნელს ეხლა ბატონ თემურზე მკითხეთ და მხოლოდ პირადი პატივისცემა და სიხარულით მივეგებები ამ ამბავს, მაგრამ ზოგადად რო შევეხოთ აი ამ საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელთა განათლება, მწვრთნელთა ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილება ხო საერთოდ, იმიტომ რომ იმ პატარა ასაკში დაშვებულმა შესწავლება შეიძლება საკმაოდ ნიჭიერი თაობა წაგვართვას ჩვენ. იმიტომ რომ ტრავმიანობა ძალიან ბევრია ხოლმე და მე მინახია ესე რომ ვთქვათ, როდესაც 17-18 წლის პერსპექტიულ სპორტსმენს კარიერა დაუსრულებია. სამწუხაროდ ეგრეა. ხო, და ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაო და აი აქაც გეტყვით, რომ ეს მწვრთნელთა განამზადების კუთხით და აი ფედერაციის ჩართულობა და ლიცენზირების კუთხით, ესე რომ ვთქვათ, რა მოთხოვნებიც არის, ხო, არის ალგე კომიტეტი, კიდევ ლიცენზირების ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მენეჯმენტი გავიზარდოთ, კლუბი გაიზარდოს, ეხლა ბაქარ ჟორდანი ხელმძღვანელობს და აქვე მას და მის გუნდს ვეტყვი ძალიან დიდ მადლობას ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტს, რომ აქაც გაძლევს საშუალებას, რომ კლუბები გავიზარდოს და გზამკვლევი გაქვს შენ იმის, რომ როგორ განვითარდე, როგორ მეურთიერთო, თუნდაც UEFA-ს, FIFA-ს და რა რეგულაციები უნდა შევასრულო ამისთვის აი ჩვენ როდესაც მივიღეთ კონფერენც ლიგაზე მონაწილეობა ხო უფლება სპორტული შედეგი კი დადგა მაგრამ სპორტული შედეგის იქით ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიგვეღო UEFA-ს ლიცენზია აი ჩვენ ეროვნული ლიცენზირების როდესაც გადის კლუბები არის A B ლიცენზია ეროვნული და ეროვნული პრო ლიცენზია ხო არის კიდე UEFA-ს ლიცენზია და სწორედ აი ეს ჯგუფი ხელმძღვანელობს ამას და საკმაოდ აქტიური კომუნიკაციით გვეხმარება ქართულ კლუბებს რომ ჩვენ აი ევრო სტანდარტებზე დონეზე მოვახდინოთ მათ შორის დოკუმენტალურად და მათ შორის ფინანსურადაც, აი, როდესაც კლუბმა მიიღო სპაიერმა მონაწილეობა ევროტურნირებზე, მთელი წლის განმავლობაში ფინანსურ მონიტორინგს გავდიოდით ყოველ კვარტალში, ჩვენ ვაგზავნიდით ფინანსურ მონაცემებს, ასე თუ UEFA-ში და თუ ამას ვერ დააკმაყოფილებდით, შეიძლება არც დავაშვით იმ ტურნირზე. ამიტომ მხოლოდ ეს არ არის, რომ მოედანზე ხდება ეს ყველაფერი და მხოლოდ ფეხბურთელები დებენ, თქვა შედეგს, ან ცალკე მწვრთნელი დებს, ან ცალკე მენეჯმენტი დებს, კიდევ ისე კომპლექსურია, ნახეთ როგორ ჯაჭვი შეიკრა, ღირებულებათა ჯაჭვი შეიკრა. ეხა ამისი რომ აი ცალკე ფედერაციაზე დამისვით კითხვა ხო ცალკე ფეხბურთელს ცალკე მწვრთნელზე ყველა ერთად არის სამუშაო და აი თუნდაც იმ თავში კითხვას რა პრობლემები შეიძლება იყოსო თუ აი ეს ერთი რგოლი დაირღვა ამ ღირებულებათა ჯაჭვის ჩათვალოთ რომ შედეგი არ მოდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა რგოლა იმუშაოს ესე რომ თქვა სრულყოფილად და ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ. ხო, რა თქმა უნდა, თემურ კეცბაიაზე მე ვიტყვი რომ მისასალმებელია და ეს კითხვაც ახლა მექნება საშუალება რომ 7 მაისს შევხვდეთ მოედანზეც და წარმატებას უსურებ. შეიძლება მაყურებელმაც ისე აღიქვას რომ ვინ იქნებოდა წინააღმდეგი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ბატონ თემურზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ ზოგადად ხშირად ისმის ხოლმე რომ აი ფეხბურთელებს უფრო მეტად რომ
ასე ვთქვათ, ახალი ვეძებოთ და არ გვინდა ასე ვთქვათ ძველის ჩამოყვანა და მე ვფიქრობ რომ მაინც ცნობილი და ესეთი სახელის მქონე ადამიანები არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, მაინც საჭიროა საქართველოს ჩემპიონატის მისი ავტორიტეტი, მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. მწვრთნელზეც გითხავთ მოკლედ, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ხშირია მწვრთნელების ცვლილება გუნდებში. და ასე ვთქვათ, სპაერის მთავარ მწვრთნელს საკმაოდ ჩემი დაკვირვებით საკმაოდ დიდი სიმპათიით სარგებლობს გულშემატკივარში. რამდენად და ამავდროულად, რადგან ახლა ცვლილება ვახსენეთ, ხშირად მე ითხოვენ ხოლმე გულშემატკივრები რაღაც შედეგები მიეწყობა რამდენიმე თამაშით ცვლილებას. თქვენ შემთხვევაში რამდენად არის ასე ვთქვათ, ნდობა რამდენად შეთანხმება როგორი გაქვთ? კი პასუხობთ გულწრფელად, როდესაც პირველი ნაბიჯები გადავდგით ჩვენ და აზუკას ვანდეთ გუნდი და ჩავაბარეთ გუნდის ასე ვთქვათ სადავეები, ვთხარით რომ მას შეეძლო სრულად თავისუფლად ესე ვთქვათ თავისი ხედვა თანამედროვე ფეხბურთის და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ჩვენს კლუბმა ხელი შეუწყეთ რომ აი ამ განათლების პროცესში ჩართული იყო და უფრო მეტად საერთაშორისო გამოცდილება მიიღო, აქვს სრული თავისუფლება ამ მიმართულებით და ის რომ თქვათ ერთი თამაში წავაგეთ 2-3 და ეხლა დავიძე და რაღაცა ჩვენზე წოლა მოვახდინოთ, რა თქმა უნდა წვრთნელზე ამ ფეხბურთელზე, რა თქმა უნდა გამოვრიცხული არის. დრო აქვს. რა თქმა უნდა, საკმაოდ დრო აქვს იმისთვის და ამტკიცა მანაც ის რომ ჩვენც მივეცით იმის საშუალება რომ თავი წარმოეჩინა ესე რომ თქვათ და კიდევ მეორე დრო ექნება იმისთვის რომ არსებული მდგომარეობაც გამოსურდეს ესე რომ თქვათ პიროვნებაც განვითარდეს და ჩვენ ხოლმე მივესალმებით და პირდაპირ გეტყვით თავარი მიზანი ჩვენი არის ის რომ აი შესაბამის მოტივირებულ ახალგაზრდებს როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელს თუ სხვა მიმართულებით მენეჯმენტის კუთხით თუ რამე განვითარება სურს, მხოლოდ გზას გავხსნით და ღია ვართ საურთიერთოდ და მათ შორის რა თქმა უნდა სამწუხაროდ მიმართულებით და აზუკასაც აქვს სრული თავისუფლება მიმართულებით. არანაირი ჩვენი სტილი არ არის მართლობის ის რომ ეხა ყოველ თამაშს მერე შევიდეთ და რაღაცა ზეწოლა მოვახდინოთ რომ ეხა შედეგი თუ არ გექნება გაგიშვებ და ასე შემდეგ. არა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, ფეხბურთია ხო ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ თავარია რომ მოედანზე როდესაც გადიან ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯონ. აი ჩვენ მაგალითად გეტყვი ჩვენ მაგალითად როდესაც გავიარეთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე და მაქსიმუმი გავაკეთეთ, შემდეგი თამაშისთვის კიდევ უფრო უკეთეს მომზადებულები გამოვედეთ, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. ხომ? ამიტომ თავარია რომ ეს ყველაფერი ჩანდეს, ესე რომ ვთქვა და მე ვფიქრობ, აკეთებენ თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს და კიდევ მეტი შეუძლიათ, რომ შემდგომში სპორტული შედეგებიც უკეთესი იყოს და მხოლოდ მივესალმებით და წარმატებას უსურვებ და ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა და გრძელვადიანი გეგმები აზუკასთან და სპაერთან მიმართებაში. ძალიან კარგი. ბოლოს მე მაქვს ესეთი თხოვნა თქვენთან. დიახ. ამოვალაგებ თან და თან გეტყვით. მინდა რომ მაყურებელს მინდა რომ ჩვენს მაყურებელს დავუსვათ შეკითხვა საქართველოს ისე ვთქვათ ჩემპიონატთან დაკავშირებული, ამ შემთხვევაში ალბათ სპაერთან დაკავშირებულს აარჩევთ და პირველი 3 ადამიანი, რომელიც სწორად უპასუხებს, ესე ვთქვათ, თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, მიიღებს ჩვენგან პრიზებს. 3 მათგანი მიიღებს ბურთს ჩემგან და პირველ ადგილზე გასული, ასე ვთქვათ, ვინც პირველი უპასუხებს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, მიიღებს ბურთს და შემდეგ არის მოდის შარფები, პრინტირებული ჭიქა და ნუ ასე ვთქვათ, ხელმოწერილი კი რა თქმა უნდა, სპაერის ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი ბურთი გადაეცემა პირველ ადგილზე გასულს და გთხოვთ რომ დავუსვათ შეკითხვა. კარგით, მაშინ ვისარგებლობთ შემთხვევით და სპაერთან დაკავშირებულ შეკითხვას დავსვავ ისეთიც რომ ვფიქრობ რითიც გაგვიცნეს ესე ვთქვათ ფართო საზოგადოება ფეხბურთში და მათ შორის გულშემატკივარმა თასის ვის შეხვდა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ფინალში სპაერი და რა ანგარიში დამთავრდა ძირითადი დრო. ვფიქრობ, ძალიან მარტივი შეკითხვა, წარმატებებს გისურვებთ მაყურებელს, ამ შემთხვევაში დასწრებაზე იქნება სავარაუდოდ ვინ დაასწრებს. პირველი წარმატებებს გისურვებთ თქვენს და დიდი იმედი მაქვს, რომ ხშირად თქვენთან, თქვენ ფეხბურთელებთან, მწვრთნელთან მოვეცემა კიდევ შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე. დიდი მადლობა ნიკა მოწვევისთვის, მადლობა გულშემატკივარს, მაყურებელს და კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავხდი გულშემატკივარს საინტერესებისთვის და ვეპატიჟებით ჩვენს საშინაო შეხვედრებზე, მათ შორის გასულ შეხვედრებზეც და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ტურები გველოდება კიდევ წინ ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში.
მადლობა, წარმატებას გისურვებთ თქვენს გადაცემას, საკმაოდ საინტერესო და ჩვენთვის დამატებითი სტიმულია და დაინტერესება, როდესაც ხდება თქვენს მხრიდან და ვფიქრობ, რომ აი ეს კომუნიკაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ მეტი ინფორმაცია გქონდეს გულშემატკივარს და ზოგადად ფეხბურთის მოყვარულ ადამიანებს თუ რა ხდება კლუბებში, როგორ ვითარდება ქართული ფეხბურთი და მადლობას გიხდით აი ამ კარგი საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ. მადლობა, წარმატებები.